მადლობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირა დღეა და რა თქმა უნდა, TV პირველის პირდაპირ ეთერი დილის ლაივით იწყება მოგესალმებით. მოგესალმებით, დილა მშვიდობის კვირა დღე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დილის ლაივით, უნდა გათენდეს. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოგიმზადათ ჩვენმა გუნდმა და მე და ბაჩომაც სხვათა შორის ძალიან ბევრი ამბავი უნდა მოგიყვეთ, არა? რა თქმა უნდა, კვირა დილას და კვირა დღეს როგორ შეეფერება ისეთები. ნამდვილად, ასე რომ უნდა იყოთ 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად და 11 საათამდე ძალიან ბევრ კარგ და სასიამოვნო და საჭირო ამბავს გაიგებთ. ანუ ეს შეეხება ჯანმრთელობას, ეს შეეხება სასარგებლო რჩევებს, გვექნება ასევე სახლები, ჩემო ბაჩო, გვექნება მუსიკალური რუბრიკა, მაგრამ ყველაფერი რომ იყოს, ყველაფერი რომ იყოს, ამისთვის ჯერ საჭიროა გავიგოთ როგორი ამინდი იქნება. აბა რა და მე როგორც კი ბატონო და როგორც მესმის ანა უკვე ხაზზე ყავს. არა ისე ყავს ხაზზე, მე მგონი კარგი ამბები აქვს ანას ჩვენთვის. იცი შესაქმე მე გახსოვს სანამ წავიდოდი ამერიკაში ჩემ პროგნოზებს რო ვდებდი ეხლა გუში დამავიწყდა ეთქობა მაინც ჯერ აკლიმატიზაცია მაგრამ მოდი რა დავბრუნდები ჩემს ამპლუაში და გეტყვი რომ ჩემი აზრით გადასარევი ამინდი იქნება გადასარევი იცი რა მეც ეგრე მგონია იმიტომ რომ უკვე გადასარევი ამინდი უკვე გადასარევია კი და სხვათა შორის გახვიძებაც აღარ მიჭირს იცი არა ხო 7-ის ნახევარზე პირდაპირ მზის ხილი აი თვალში რა თქმა უნდა უფრო ისეთი იქნება მე მაინტერესებს ყავს თუ არა ანა ხაზზე როგორ ვქნათ როგორ მოვიქცეთ შეგვიძლია თუ არა ანას შევეხმიანო ანა გვეტყვი როგორი ამინდია თუ გავაგზელო მე ჩემი პროგნოზები შევდივარ კონკურენციაში ანასთან ხედავ მე მგონი ჯერჯერობით ანასთან შეუძლებელია დაკავშირება ანასთან შეუძლებელი არ არის დაკავშირება მე მგონი შესაძლებელიც არის ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP ჩემი ოჯახის საფთიაქი ანა დილა მშვიდობის ბაჩო ხატია მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს და გეტყვით რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს მთიან რაიონებში მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით სანაპირო რაიონებში ცვალებადი მიმართულების ქარი იქნება 8-13 მეტრწამის სიჩქარით ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +11-დან +16 გრადუსამდე მოიმატებს დღისით +26-+31 გრადუსი იქნება თაში კი დღისით ჰაერის ტემპერატურა +9-დან +14 გრადუსამდე დათბება ღამით +24-+29 გრადუსი იქნება რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები ზოგან ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით მოსალოდნელი და შესაძლებელია სეტყვაც ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 8-13 მეტრწამის სიჩქარით ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +10-დან +15 გრადუსამდე მოიმატებს დღისით +24-+29 გრადუსი იქნება თაში კი ღამით +5-დან +10 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა დღისით +22-+27 გრადუსი არის მოსალოდნელი გადავიდეთ ქალაქებზე და დავიწყოთ სოხუმით სადაც დღეს სინოპტიკოსები 26 გრადუსს ვარაუდობენ და ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება 31 გრადუსი და მზიანი დღე არის მოსალოდნელი დღეს ზუგდიდში ფოთში კი ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დათბება 27 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები დღეს ოზურგეთში ქობულეთში კი 23 გრადუსი და მზიანი უნალექო დღე არის ნავარაუდები ბათუმშიც მზეს პროგნოზირებენ დღეს ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე დათბება ახალციხეში კი 24 გრადუსი და ასევე უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდები ქუთაისში დღეს ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე დათბება მესტიაში კი 17 გრადუსი მზიანი უნალექო დღე არის ნავარაუდები ამბროლაურში დღეს 26 გრადუსი არის მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა აქაც დღე უნალექოდ ჩაივლის რაც შეეხება ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დათბება და ნაწილობრივ მზიან დღეს პროგნოზირებენ გორში დღეს 26 გრადუსი არის მოსალოდნელი თელავში 25 გრადუსი და ნაწილობრივ მზიან ამინდს ვარაუდობენ რუსთავში კი ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე დათბება და დღე უნალექოდ ჩაივლის რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისში დღეს ნაწილობრივ მზიანი დღე არის ნავარაუდები ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს და დღის ბოლომდე შენარჩუნდება თბილი ამინდები ასეთი ამინდი გვაქვს მოკლედ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მე დროებით დაგემშვიდობებით და ძალიან მალე სტუდიაში შემოგიერთდებით საინტერესო სტუმართან ერთად რა თქმა უნდა
საინტერესო თემით. დიდი მადლობა ანა, ასეთი დამაიმედებები გადასარევი ამინდისთვის, გელოდებით სტუდიაში რჩევებით და ჩემო ბაჭო გითხარი, რომ კარგი ამინდი იქნება თქო? მეტყოდი, იმიტომ რომ კარგი ამინდი არის. ხო და შეგვიძლია დღეს გავისეიროთ კიდევაც და ცოტა იცი რა შენ საღამოობით რო ხარ გარეთ გასული, მე მინდა რომ დღეს ცოტა ზის ხივები და დ-ვიტამინით და ცოტა გაგრუჯო და ამიტომ დღეს გეპატიჟების ასეირნოთ, ესე იგი ერთ-ერთი შენ. იბადა რომ გავისეირნოთ და მოდი ახლა სანამ გავისეირნებთ მე და ხატია და სანამ თქვენც ალბათ ამ კვირას გაისეირნებთ. სახალისო ვიდეოები ვნახოთ, ცოტა განწყობაც ავიმაღლოთ და რომელიც მოამზადა რა თქმა უნდა დილის ლაივის გუნდმა და შევხედოთ ერთი მომენატრა ეს ახალისო ვიდეოები პატარა ცუგები და ცხოველები და პატარა ბაიები აგერ შენ და აგერ სახალისო ვიდეოები ნახოთ Let me tell you, you my little boo thing, so I'll give a hoot what you do. Say, girl, I know you a little too tame. I'll be shooting that shot like. That was barely done. Okay, high five. All right. Okay, wait. Right. If you stay. Stay. Pretty little baby, la la. Pretty little baby, la la. Pretty little baby, you say that maybe you'll be thinking of me and try to love. როგორ წაიქცა ის პატარა ლეკვი და როგორ დაეჯახა შემდეგ იმ აი ესე ზუსტად როგორ წაიქცა ხო და ძალიან საყვარელი იყო მაგრამ ცოტა შემეცოდა მაგრამ ძაღლები მე მგონი უფრო ეს არ არის ესეთი სენსიტიურები როგორიც ახლა მე რო წავხსეულიყავ შეიძლება ვეღარ წამდგარიყავი ეს პატარა რომ რაღაცას რომ მიაცრევდა ნახე თავიზე დიდ ჭიანჭველასავით რო იყო ძალიან საყვარელი ვიდეო იყო მართლაც და ესეთი რა ქვია სახალისო ჩვენ რა გავაკეთეთ ახლა ამის მერე ამას დავწერ Facebook-ზე რატო გაგვეცინა მე მგონი ქეთი ზაზანაშვილის დრო არის და ზუმბასი ჩვენს დილის ეთერში არა კი ბატონო ქეთი ივანკიდობის მოგესალმებით ცეცხლი შემოვიდა ესე იგი გოგოებო რა უნდა მეთქვა იცით მე ხო ეხა დავბრუნდი შეგჭამე და მე ხა დავბრუნდი მაგრამ ეხა დავბრუნდი და სხვათა შორის სულ ისმოდა ის რითმები ყველა მანქანიდან ყველა ბარში ის ლათინო ამერიკული ლათინოს და სულ მეგონა რომ ეხა გაიღება რაღაცა რესტორნის კარი თუ მანქანიდან და ზაზანები გადმოვლენ თავის ცეკვებით შენ უკვე მომზადებული იყავ ესე იგი როცა გესმოდა ეს რითმები შეგეძლო რომ აი ძალიან ბუნებრივად და კარგად აყოლოდი მე გამოვიყენე ეს ყველაფერი
ყველაფერი. ერთადერთი არ შევეხე ბაჩატას. ბაჩატას ბაჩატა ამიტომ არ მოიტარა დღეს ბაჩატა მე ბაჩატა არის უკვე წითელი ხაზის გადაკვეთა ბაჩოსთან ხვდებით. აბა როგორ ახლა გოგოებო და რა მოგვიმზადეთ? ძალიან კარგად. ჩამოვედით ზუმბა ფიტნეს ფესტივალიდან. კი. სტამბულში, ყოველთვის სტამბულში ყოველ წელს ჩავდივარ და ამ წელსაც დავანგრიეთ იქაურობა ჩემო კარგო. მე ყოველთვის მაქვს მასტერკლასი ზუმბას ფესტივალზე და 1000 კაცამდე არის ხოლმე მთელ ფესტივალზე, ორდღიანი ფესტივალი. 1000 ადამიანს ავარგებთ. კი გენაცვალე და წავიღეთ რა თქმა უნდა ქართული რითმები და დარბაზი ხალხი დაინგრა. კი გენაცვალე. ეგ იყო და ხალხი დაიშოკა, დარბაზი დაინგრა. თან უკვე იცოდნენ ეგ რითმები, მე მგონი, იმიტომ რომ იცით რა, ძალიან მიყვარს, როცა ესეთი პოპულარიზაცია ხდება ხოლმე ჩვენი, ასე ვთქვათ, კულტურის, იმიტომ რომ თურქეთში ძალიან უყვართ ეს კავკასიურ ცეკვას უძახიან და თავისი ჯგუფებიც აქვთ, რომელიც აი ეს ჩვენ ცეკვასაც ასწავლიან და სხვათა შორის ვიდეოგრაფი ვინც გვიღებდა, ამბობდა რომ მეც მაქო, ჩემი აი კავკასიურ ცეკვის გუნდიო და მთხოვა მუსიკა რო ჩამეგდო, იმიტომ რომ გახურებაც მქონდა, ასე ვთქვათ, განდაგანას რაღაცა ვარიანტი. იმიტომ რომ მიქსებს ვაკეთებ ხოლმე და ძალიან უყვარს და უყვარო. აი რა შიკდნემ ძალიან პოპულარული. ეგ იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა პრეზენტერები ჩამოდიან სოფლიოს მასშტაბით და ჩამოვაქვთ ხოლმე აი ესეთი რაღაცა ორიენტალური და უყვართ ხოლმე ეს თურქული ჰანგებზეც გაკეთე. და გიჟდება თურქები და მუსიკაზე და ძალიან მაგარი იყო, ჩემი გოგოებიც იყვნენ, კი, ჩემი გუნდი და გიურჯისტანი ხო, გიუნაიდან შეეძნებოდი. კი. ეხლა რა მაინტერესებს სანამ და გადავალთ საქმეზე. 1000 ადამიანს რო ავარჯიშები, რანაირად აკონტროლებ 1000 ადამიანის ილეთებს თქვა. საერთოდ აი ესე თქვა კავშირი, უკავშირი და კავშირი სცენიდან დარბაზთან. კი, სცენაზე ვარ, ზევით სცენაზე ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგიერთი არის ინსტრუქტორი, რომელიც აი როგორ გითხრა პოზიორობს, ასე ვთქვათ, სცენაზე და დიდად უკავშირი არ აქვს, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ იყოს ძალიან იული მოძრაობები, რასაც დღესაც ვაჩვენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ შეძლოს თუნდაც იმ ინსტრუქტორმა ან დამწყებმა ამყვეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ სუპერსტარები, ჩვენი, ასე ვთქვათ, დარბაზი და ჩვენი მოსწავლეები არიან სუპერსტარები და ეხლა აქ ნამდვილად სუპერსტარები. აბა რა, წავიდა მერენგე, ჩვენი მთავარი რითმი. მერენგე. ცოტა ავუძიოთ მუსიკას. ოჩა, ადგილზე. ეს არის მერენგე მარში, მეგობრებო. აჰა. მოდი, step touch. წავიდა. ხელებსაც დავამატებთ. მიდი ხატია. კიდევ ცოტა. ნახეთ, ორი ნაბიჯი გვერდზე. 2 1 კიდე 1 ადგილზე 3 2 მეორე ფეხი ოჩა დავიდა თეძები მუშაობს სტრესი დაჭიმულია კიდე ხელი მაღლა ორი ნაბიჯი გვერდზე 2 steps გვერდზე აჰა ხელი მუშაობს აქ უკვე მკერდია ჩართული ზედატანი გავიღიმეთ და ენერგიულად ვიქცეთ ძილას. ორივე ხელით. აჰა. Stop. დავიდა. კიდე ორი ნაბიჯი. შეგო. ორი ნაბიჯი. ორი. ერთი. ბოლო. თეძო. კიდე. ნაბიჯი, ორი ნაბიჯი. კოჩა, ცოტა დრო ჩავიდეთ მუხში რო ჩავიდეთ, უფრო იმუშავებს მედატანი. აჰა. Stop, ადგილზე. მერენგე მარში აქ უკვე ხელებია ჩართული, ბიცეპსი და ტრიცეპსი მაღლა, ხრები, მუშაობს. კოჩა. თეძო. ორი ნაბიჯი. ადგილზე. დავიდა მეორე ფეხი.
მერინგე. სხვათა შორის მე ვიცი რომ შენ მარტო ესე ვერბალურად კი არ მოგვიტანე ეს ამბები, მაყურებელს გინდა რომ თან აჩვენო რაღაცა ვიზუალურად. კი ბატონო. ამაშია საქმე. ამაშია საქმე. მიცანი, მე მგონი გულთმისანი ვარ ცოტა ბაჭი. გულთმისანი ხარ და კიდე ახალი ტექნოლოგიების დამსახურება ყურშგეუბნება. კარგი რაღაცა მინდოდა რომ თავი მომეწონებია და აი, თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე. და უცა ბიონსეს კონცერტი მოგონა. კი. აი, ნახეთ რამდენი ხალხი არის. კი, ზემიდან აკონტროლებ და აუცილებელია რომ ფერები იყო, შეხედეთ. იასამისფერი ლურჯი. კი, მთელი დარბაზი იყო შევსებული შემოგვიძებო. აუ, რა მაგარია. აბარა. ეჩერი ნატრაკაცობები ჩემო გარგემო ძალიან მიყვარს. ვიყავ მეცი ინსტრუქტორი. და ეს რამოდენიმე ჩემი მოსწავლეც იყო. ეს არ არის აუცილებელი მხოლოდ ინსტრუქტორებისთვის იყოს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ჩვენი მოსწავლეებსაც შეუძლია რომ დაესწრონ. ესეთი. დღეში ყოფილხართ. კი. ესა გვიყვანა მე და ბაჭო დავდგებით ხოლმე არ ვიცით თუ რა. სცენაზე გაცეკვებ ბაჩატას ბაჩო. ბაჩასი. ბაჩატა. მერენგეს მერე რა გაქვს ახლა? მერენგეს მერე სალსა არის. სალსა. კი, თუ მოვასწარეთ ურბან ლათინი ახალი რითმი მოგიტანეთ ბოლოში. კაი, მეგობრებო. ცოტათი მუხში უნდა ვიყოთ სალსას დროს, იმიტომ რომ მოძრაობა ხდება დაბლა. 3, 2, 1, 2 ნაბიჯი. აი, ადგილზე. გახსენებთ ეს რითმები? LA. Guarda. Ajá. Davide, Tezo. Pide. Ogel, yeah. Davide, Tezo, Emi. Tiki. Ori. Davide, შეგიძლიათ ცოტა ძლიერ და პამპიკი ამოძრაობას გვერდზე ხელები. აი! მეგობრებო, მარჯვენაში, მარცხენა უკვე. აჰა. დავატრიალეთ. 3, 2, 1, აია. მივადი. უკან მივადი. Tezo. Ajá. Avanzados. Ori nabiji da slide. Nахет. Ori step slide. Eti ori slide. Ajá. Eti ori slide. Ocha. Ადგილზე. Step. Ori. Davide, shimmy. Ai. Gogo, მეკითხებიან ეს როგორ გავაკეთო ხოლმე? თავი არის რომ იყო ცოტათი მოძრაობა მოდულებული და მხრები მიდის წინ უკან მეგობრებო ნაბიჯი ოჩა ნაბიჯი დავდი სადაც ხელი რომელი ფეხით გადის უკან ის ხელი მიდის უკან მარჯვენაში მარცხენა უკან დავატრიალე მეორე ფეხი უკან and clap დავიდა დიძაყვებით თავის უკეთ
კარგი იყო. მე ხომ მაინტერესებს ჩვენ მესამე ცეკვას ვასწრებთ თუ ვერ ვასწრებთ? არ ვიცი. ვასწრებთ. ძალიან იცი რა, მესამე ცეკვის გარეშე ვერ იქნება კვირა ისეთი ენერგიული და ნაყოფი. აბა რა, ეს არის urban latini. არ იქნება მესამე ცეკვა. არ იქნება ენერგიული. ძალიან ენერგიული და ეს ძლიერი ცეკვა, აი, გაფაჩი. urban latini. urban latini. bab drapia. აჰა, ნახეთ მეგობრებო. გადავწი. ჰოპ. თეზო. ბაჩო, შენი ცეკვა. ჰოპ. რატატა. ოთხი, სამი, ორი, უგა. აჰა. ეს ორი, სამი, ოთხი. კიდე. ეს ორი, სამი, ოთხი. აჰა. ნახეთ მეგობრებო, სამი ნაბიჯი, 3, 2, 1. მაღლა დაბლა, მაღლა კიდე, ხელი. მეორე მხარე. გადავწი. ჰოპ. თეზო. თავარი მუხში ვიყო ჩამჯდარი, რომ გავაკეთეთ ეს მოძრაობა თეზოთი. ორივე ფერზე. აჰა. სადაც მეგობრებო 2. 2 თებ. ორი. კოჩა. აბა სადაც ხელი ზევიდან. მოემზადეთ, დავიდა 3. დავაწყი ძლიერად. მეორე მხარე. აჰა. კიდე. ცოტა მუხში ჩავედით, რომ იმუშაოთ ქვედა დალმა. ორი ნაბიჯი. 2. slide. ოჩა. დავიდა ხელი. თავზე. დავიდა 4 წინ. ვაღვა. აი. დავიდა. მეორე მხარე. კიდე დავაწყი ძლიერად. გადახტა. თეზო. სტოპ. მაღლა დაბლა. კიდე მეორე მხარე. ჰოპ. ძლიერი. მე მიყვარს ხოლმე აი ესეთი ძალიან რომ მოდის და მოვა. რიცხვები ვიგრძელი. კი არის. ცოტა მეგონა რომ შვილსაც ამზადებდი. ხო, ან შეგიძლია რომ დაარტყა როგორც მაჩეტე ესე დაუშვათ. ან დაუვიზნა ფლუიდები გააგზავნო, ხო? გადასარევი იყო მოკლედ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი რომელიც აკვათ თქვენ უკვე გახურდა მთელი ასე ვთქვათ ენერგიები მოიკრიბა და იმისათვის რომ უკვე დღე კარგად დაგეგმოს და ენერგიულად დაიწყოს ეს მოცემულობა უკვე მივეცით და შესაძლებლობას. გოგოები ძალიან კარგები ხართ. კარგად. urban როგორ იყო? urban latini. urban latino, ხო. აი ესე იგი დაგვპირდა ქეთი, ჩამოკარგო რომ urban latino სულ მოიტანს მესამე ცეკვად, იმიტომ რომ შენ რო ბაჩატა გინდა, შენი მეცხო მინდა რაღაცა ჩემი იყო. იდენტობა. იმიტომ რომ ხო იცი, მაინც დიქსტეიჩი ვიყავი და ხო არ დავკარგეთ ხო იდენტობა. ეგეც არის. არ იქნება urban latino. არ იქნება ზუმბაზია. ესე იგი ჩვენს ზვირფას და უძვირფასეს შოთა ჯანჯღავას უნდა შევეხმიანოთ და მივიღოთ მისგან რჩევები, ექიმის რჩევები. და როგორ გადავიდა არა ბაჩო რაღაცნაირად ლოგიკურად, იმიტომ რომ მე ხა შოთა თვითონ გააჟღერებს თემას, მაგრამ პატარა დავასპოილერებ, რომ ძალიან ახლოს იყო ვარჯიშთან, ძალიან ახლოს იყო ეს თემები იქნება ახლოს ჯანმრთელი ცხოვრების წესთან და აი თუ გინდა რომ რაღაც ხერხემლის პრობლემა იქნება თუ წელი გაგიკავდება თუ კისერი თუ მხარი თუ ვერ იქნება ისეთ ფორმაში როგორც გინდა, უნდა ივარჯიშო პირველ რიგში და დანარჩენებს უკვე სპეციალისტები, პროფესიონალები მოგუყვებიან და ძალიან მომენატრა შოთაც ერთი კვირა არც შოთა არ მინახავს, შოთას რჩევები არ მომისმენია და ასე შემდეგ და ეხლა
ჩვენს მონატრებულ შეთაჯანჯღავას მივესალმებით და გეტყვით, რომ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის, კონკრეტულად კი შოთას რუბრიკის წარმომდგენი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც მხოლოდ უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებზეა დამზადებული და მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ატაროთ კოსმეტიკა, ანუ მაკიაჟი ისე, რომ საერთოდ ვერც იგრძნოთ კანზე, მხოლოდ სიმსუბუქე და სასიამოვნო შეგრძნებები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად სად თუ არა საფთიო კოქსელში ავერსი. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერსში. შოთა დილამშვიდობის დილამშვიდობის ბაჩო ხატია მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ყოველ კვირას როგორც გპირდებით ხოლმე, ისევ ჩვენი სამედიცინო რჩევებით გიბრუნდებით. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი. ხშირად არის ხოლმე ჩვენი არასწორი ცხოვრების წესი, მჯდომიარე ცხოვრების წესი და არააქტიური სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ გქონდეს ჩივილები ხერხემალთან დაკავშირებით, თქვათ, როგორც არის ტკივილი, დისკომფორტი და ასე შემდეგ. ზუსტად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტი ბატონი მიხეილ სანდლერი. დილამშვიდობთ ბატონ მიხეილ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ მიხეილ, რასთან არის დაკავშირებული და რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე ხერხემლის კუთხით პაციენტები? რა და რა პათოლოგიები შეიძლება იყოს? მრავალი ტკივილებია, დაწყებული ტკივილის სინდრომით, დამთავრებული ტანადობის დარღვევით, დამთავრებული სხვადასხვა პერიფერიული ნერვული სისტემის ტკივილის და პარასტეზიებით, ესე იგი უფრო ხშირად დიაგნოზებია სკოლიოზი, უფრო ხშირად დიაგნოზია სხვადასხვა ტიპის თიაქარი, რადიკულიტი, ანუ რადიკულოპათია. მიზეზობრივად სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ამ დაავადების, შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი ჩათრეული, შეიძლება იყოს შეძენილი პრობლემები, იმკურნება აბსოლუტურად სხვადასხვანაირად, სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, სხვადასხვა დიაგნოსტიკა, სხვადასხვა გამოყენება. აი, სკოლიოზით რო დავიწყოთ ბატონ მიხეილ, რა არის ეს სკოლიოზი და რა საკიდან ველოდებით ხოლმე მის განვითარებას? სკოლიოზი ეს არის ხერხემლის გამრავლება, აქვს 4 ხარისხი, მიზეზი ზოგადად შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ასე შეძენილი. გრადუსებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ეს ცნობილია. მინდა გავამახვილო ყურადღება არაგენეტიკურ სკოლიოზს. ძალიან ხშირად მესმის, რომ აი ვაკეთებთ, ვარდიშებთ, მკურნალობთ, მაგრამ დიაგნოსტიკა ბოლომდე არ არის სწორად ჩატარებული. აუცილებლად უნდა მიმართოს არა მასაჟისტს, უნდა მიმართოს ორტოპედს, ექიმს. ექიმმა უნდა მისცეს მიმართვა ორტოსპონდილოგრამაზე, სადაც მდგომიარე გადაუღებენ რადიოლოგები, რენტგენოლოგები გადაუღებენ სურათს, რენტგენს, სადაც დადგინდება რა ხარისხის არის და რანაირი განლაგება აქვს ძვლებს ჩვენ კონკრეტულ ორგანიზმში. პირველ ყოვლისა უნდა გაამახვილონ ყურადღება არა მარტო ხერხემლის გამრუდებას, ანუ როტაცია არის მალების განლაგება არის თუ არა ანომალური მალები, არამედ უნდა მიაქციან ყურადღება მენჯს. მენჯის ფორმას შეიძლება იყოს არათანაბარი მენჯი და შეიძლება იყოს დაყირავებული, დაწეული მენჯი. აი ამ მომენტს დაყირავებულ, დაწეულ მენჯს არ აქცევენ ყურადღებას. დაწეული მენჯის პირველი მიზეზი არის დამოკლებული ქვედა კიდური. ეს იყოს შეიძლება გამოწვეული რაც ტრავმით, უფრო ხშირად ტრავმით.
და აუცილებლად უნდა მიაქციონ ამას ყურადღება. იმიტომ რომ ის მხარე, რომელიც არის დაწეული, იქ არის მოკლე კიდური და ის კიდური, ასე ვთქვათ, არის დაჩაგრული. ანუ მთელი სიმძიმე მიდის იმ კუთხეზე და არის აუცილებლად ასაწევი ეს მხარე, რომ არ იყოს დაჩაგვრა. და მეორე, რაზეც მინდა მივაქციო ყურადღება, ძალიან ხშირად სკოლიოს მოსდევს ბრტყელტერფიანობა. აუცილებლად არის ისევ ორთოპედის კონსულტაცია, არის ჩვენთან პედოგრაფები, პედოლოგები, რომელიც ნახულობენ კარგად. არის უკვე კარგად განვითარებული ამ სუპინატორების სისტემა, პლანტოგრაფიებს აკეთებენ ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია საქართველოში და მანდაც უნდა მიაქციონ აუცილებლად ყურადღება მენჯის სიმაღლეს. ასაწევია თუ არა არის ასაწევი ძალი ქუსლი, რომ გასწორდეს, რომ ზეწოლა მოიხსნას და რომ არ წავიდეს გამრუდება. გამრუდებისთვის ჩვენ ვიყენებთ პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ვარდიშებს, მთავარია ვარდიშები, მთავარია სწორი ფეხსაცმელი, ანუ თუ არის ასაწევი, ძალი მხარე უნდა აიწიოს, თუ არის სუპინატორები საჭირო, ჩაიდოს სუპინატორები და მთავარია ვარდიშები. დარბიან მასაჟისტებთან, მასაჟისტები უკეთებენ მასაჟს, მაგრამ მასაჟი აქ არის მეათე საქმე. მთავარია სწორი საწოლი, სწორი ფეხსაცმელი და ვარდიში. ბატონ მიხეილ, ასევე მინდა კითხოთ ხერხემლის თიაქრებთან დაკავშირებით, რადგან ეს თქვენი ამ სპეციალობაა პირდაპირ. აი, ყოველთვის ხშირად არის ხოლმე, რომ ესე გაიგებენ ხერხემლის თიაქარს და პირდაპირ გარბიან ხოლმე საოპერაციოდ. აი, რა დაავადება და როდის არის ის საოპერაციო? ვთქვათ ასე, რომ არსებობს ორი მთავარი ტიპის ხერხემლის თიაქარი. ერთს უძახიან შმოლის კვანძებს ან თიაქარს, ეს არის ფირფიტებში შესული რაც ტრავმის გამო დისკის ნაწილი შესულია თვით მალას სხეულში და მეორე არის, როდესაც დისკოპატია, როდესაც გამოდის ის ნაწილი, თიაქრის ნაწილი დისკის გამოდის ზურგის ტვინის არხში. რატომ გამოდის უფრო ხშირად ზურგის ტვინის არხში და არა წინ და გვერდით? იმიტომ რომ ხერხემალი ანატომიურად არის დაფარული გასტროვი იოგებით. ანუ წინა და გვერდით მხარე არის მთლიანად სრულად არის დაფარული და იმდენად ძლიერია, რომ იქ დისკი ვერ გამოდის იქ, გამოდის ყოველთვის უკან. უკან გასწორებული იოგი ვიწრო არის და მოძრავია. და აქვს საშუალება იმ გამოვარდნილ დისკის ნაწილს, რომ გამოვიდეს ზურგის არხისკენ. ზურგის არხისკენ შეიძლება გამოვარდეს პირდაპირ, ანუ ეს არის მედიალური, ან ლატერალური, ან ექსტრაფორამინალური. ანუ შეიძლება გამოვიდეს პირდაპირ ზურგის არხისკენ, ამას თუ შუაში მიდის, თუ გვერდებში მიდის, ეს კი ლატერალურია, თუ არხის, ნერვული არხის გარეთ გამოდის, მაშინ ამას ქვია ექსტრაფორამინალური. კურნალობა ამ თიაქრების არის სხვადასხვანაირი, აბსოლუტურად მიდგომაც არის სხვადასხვანაირი. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თიაქარი და არანაირი ტკივილის სინდრომი არ ჰქონდეს, უბრალოდ სხვა რამეს ვეძებთ და ამოჩნდება, რომ არის დიდი თიაქარი. ამ შემთხვევაში ვაძლევთ რაღაც მითითებებს, კურნალობა აქ აქტიური არ უნდა იყოს. აქ მეტად ვაძლევთ მითითებას იმაზე, რომ გამართლდეს კუნთოვანი კორსეტი, რომ კუნთებმა აიღონ თავის თავზე კორსეტის ფუნქცია და ზეწოლა მალებზე იყოს შემცირებული. ესე იგი, თიაქარი, აი ეს დისკოპატია თიაქარი, დისკოსაც, რასაც უძახიან, დისკოზი, ეს არ არის სამედიცინო ტერმინი, ეს არის ხალხური ტერმინი.
ესე იგი ეს დისკოპათიები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ანატომიურად და ინკურნება სხვადასხვანაირად. ანუ რომ წარმოვიდგინოთ რა და როგორ უბრალოდ მოკლე მოგიყვებით ანატომიას. ესე იგი დისკი შედგება მთავარი ნაწილიდან, ანუ არის ფიბროზული გარსი, რკალი და არის შიგთავსი და არის ბირთვი. ესე იგი თიაქრის დროს პირველ ყოვლისა მიდის ზეწოლა დისკის ბირთვზე, სკდება ბირთვი, მაგრამ არ სკდება, შეიძლება არ დაირღვეს ფიბროზული რკალი. ანუ როცა მიდის გაუწყლოვანება და სკდება ბირთვი, ეს არის იული ფორმა. როცა სკდება და ირღვევა ფიბროზული რკალი, ეს არის უფრო რთული. ფიბროზული რკალი შეიძლება იმ დონეზე დაირღვეს და იმ დონეზე გასკდეს, რომ მოხდეს მოწყვეტა, ანუ სეკვესტრი დისკის ნაწილისა. არის მკურნალობის დროს ამას ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება, იმიტომ რომ აი მოდაში არის ახლა ელექტროფორეზი კარიბაზიმით ყველას უნიშნავენ, რაც არ შეიძლება კატეგორიულად. ჯერც ერთი არ შეიძლება სეკვესტრირებულ სრულ სეკვესტრი, როცა არის კატეგორიულად არ შეიძლება ამ პროცედურის გაკეთება. კიდე აუცილებლად უნდა მიაქციონ ესაა მთავარი. MRI-ზე ჩანს არა მარტო ნერვის მყესის სტრუქტურა, ზურგის ტვინის სტრუქტურა, არამედ ძვლის სტრუქტურაც. იქ ხშირად ჩანს ასეთი წარმონაქმნები, როგორც არის კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰემანგიომა. აი ძალიან ხშირად უნიშნავენ ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ არ დანიშნონ ფიზიოპროცედურები ამ პაციენტებზე, თუ არის იქ ახლო-მახლოს ახლა, თუ სახსრებზე რამეზე დასჭირდებათ ფიზიო, ხო კი ბატონო, მაგრამ იქ ღრმად შეხსევადი ფიზიოპროცედურების დანიშნა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს ამ ჰემანგიომების ზრდა. ჰემანგიომის ზრდა შეიძლება დაარღვიოს სტრუქტურა, მალი სტრუქტურა და უფრო ადვილად ჩატკდეს, მოტყდეს, შეიცვალოს სტრუქტურა თვით ძვლის. ახლა კრიტერიუმი ცოტა დრო მაქვს და იმიტომაც ბევრს ვლაპარაკობ, გადავხტები ხოლმე ერთი თემიდან მეორეზე. კრიტერიუმები ოპერაციის. ახლა აუცილებლად უნდა მიაქციო ტკივილი რანაირია. თუ ტკივილი არის გაუსაძლისი, არ ჩერდება არც ერთი ანტიანთებითი და ანალგეტიკური საშუალებებით, არც მდებარეობით. ეს ავადმყოფი უკვე უნდა წავიდეს ნეიროქირურგის კონსულტაციაზე. თუ არის სხვადასხვა ფუნქციონალური დარღვევები, ასეთი როგორც შარდვის დარღვევა, კუჭის მოქმედების დარღვევა, აუცილებლად უნდა მიმართოს ნეიროქირურგს. თუ არის მოტორული დარღვევები, ანუ არის პარალიჩი, პარეზი, ლეგია, ანუ გამოვარდნა რომელიმე მოძრაობის, აუცილებლად უნდა მიმართოს ნეიროქირურგს. ეს არის ის, რაც ის დარღვევები, რომლის დროსაც აუცილებლად არის საჭირო უკვე ნეიროქირურგის ჩარევა და ვურჩევთ ავადმყოფს, ვეხვეწებით ავადმყოფს, ზოგს არ უნდა და ვეხვეწებით გენაცვალეთ წათით აუცილებლად. რა, როცა არის აი ეს გამოვარდნები და ფუნქციონალური დარღვევები, ხშირად არის დარღვევა თვით სისხლის მიმოქცევის ზურგის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ანუ არაჩვეულებრივი რადიკულოპათია, რომლის დროსაც მიდის ზეწოლა თიაქრის ან რაც გაკირული იოგის ან
ის რა ქვია ოსტეოფიტის ნერვის ფესვზე ან თვით ნერვზე ან ზურგის რაშის კუთხეზე ან თვით ზურგის ტვინზე არამედ როცა არის ეს ზეწოლა უფრო ძლიერი მიდის სისხლის მოქცევის დარღვევა ეს არის უკვე მიელოპათია ეს უკვე სხვა დონე ამ კურნალობის ამ შემთხვევაში სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ოპერაცია არ უნდა გაჩერდეს ავადმყოფი არ უნდა იფიქროს მყავდა ბევრი ავადმყოფი რომელსაც ნამდვილად რომ ვეხვეწ ზოგს უნდა ოპერაცია მინდა ოპერაცია აი გუშინ იყო პაციენტი მილიმეტრიანი თიაქარი ნუ ნამდვილად სასაცილო არის ასე პაციენტის გაშვება საოპერაციოდ მაგრამ არის პაციენტები რომელსაც ეს ზეწოლა ძალიან დიდი აქვს და როცა არის ასე სასწრაფო საოპერაციო არის იმიტომ რომ კარგავს დროს დიდი ზეწოლის შემდეგ ეს მიელოპათია სისხლის მოქცევა შეიძლება დაირღვეს ისე რომ საერთოდ მოწყდეს დაზიანების ქვემოთ ამოვარდნეს ყველანაირი მოტორული და ფუნქციონალური და სენსორული ფუნქციები. დიახ. აი ხატია საკითხვა, დიახ ხატია გისმენთ? ჩათა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს არაჩვეულებრივ სტუმარს და რაც მე მქონდა ეს პრობლემა, მას მე მივხვდი, რომ ყოველი მეორე ადამიანი ამ პრობლემით არის საქართველოში, იმდენი ადამიანი მწერდა და ბატონო მიხეილ, თუ შეიძლება პატარა რჩევები რომ მივცეთ ჩვენს მაყურებელს, როცა იციან რომ თიაქარი აქვთ, აი თქვათ საოპერაციო და არ მიდიან, ექიმთან არ მიდიან, აი მაინც ის კატეგორიულად რაც ეკრძალებათ, რაც არ უნდა იმოქმედონ, თქვათ გაწევლები იქნება თუ იოგა შეიძლება, ვარჯიში არ შეიძლება თუ აი ეს პატარა რჩევები რომ მივცეთ ადამიანებს, რომ კიდევ უფრო არ გააუარესონ თავიანთი მდგომარეობა. ძალიან კარგი კითხვა არის, ესე იგი, რატომღაც პაციენტები, განსაკუთრებით კაცები, ამბობენ იმას, რომ ალკოჰოლის მიღება შეგვიძლია თუ არა. ანუ აყუჩებენ ალკოჰოლით ტკივილს. კატეგორიულად არ შეიძლება. იმიტომ რომ დგუნავენ ნერვულ იმპულსის გამტარიანობას, ანთებას უმატებენ და საერთოდ თუ რამე მედიკამენტს ხებულობენ, ალკოჰოლთან არ არის შეთავსებადი მაგი, პირველი. მეორე, თუ დაიწყო ტკივილი, ჯობია რა თქმა უნდა მიმართონ ექიმს. თუ აი რამე ფუნქციონალური დარღვევებია ისევ შარდვაზე, კუჭის მოქმედებაზე, მოძრაობის შეზღუდვაზე, ამოვარდნაზე, აუცილებლად უნდა მიმართონ, არ შეიძლება რომ არ მიმართონ, იმიტომ რომ შეიძლება გაძლიერდეს და გადავიდეს უფრო მძიმე ფორმაში ყველაფერი და წონას მიხედონ ჩვენთან ახლა არის აი ის რომ მიმიღეთ ისეთი როგორც მე ვარ ხო ეს განსაკუთრებით ვამბობ იმ ადამიანებზე რომელიც წონას არ უყურებენ აი მე დიახ ლამაზი ხარ დიახ ძალიან ლამაზი ხარ აი სიმსუქნე არ არის ან სილამაზე ან არა სილამაზე სიმსუქნე არის ის რაც გვიშლის ნორმალურ ფუნქციონირებას ნორმალურად რომ ვიცხოვროთ. მე თვითონ დავიკელი 40 კილო, როცა მივხვდი რომ ვეღარ მუშაობ ისე და ვერ ცხოვრობ ისე, როგორც არის საჭირო, ხო? უნდა აუცილებლად მსუქანმა უნდა დაიკვოს წონაში. ზოგი მსუქანი იტყვის, აი გამხდარსაც ხდება. კი, გამხდარს ხდება, მაგრამ გამხდარი ბევრად იშვიათად მოდის პრობლემებით და გამხდრის პრობლემა ან გენეტიკური ფაქტორი იქნება, ან რამე რევმატოიდული პრობლემები იქნება, ან ტრავმა. მსუქანთან კიდე არის მექანიკური ზეწოლის გამო უბრალოდ და ახლა მასა როცა არის და მასას ატარებ, უფრო ადვილად ხრტილოვანი, კუნთოვანი სტრუქტურა, ძვლოვანი სტრუქტურა ირღვევა და დეფორმირდება. დიახ. ანუ წონის საწოლი აუცილებლად არ უნდა იყოს არასწორი საწოლი, უნდა იყოს ჩავარდნილი არ უნდა იყოს. საწოლი ჯობია ორტოპედული მატრასები იქ უკვე არჩევანი არის ამ სტრონგი ან
იქნება, ანუ მყარი ან ნახევრად მყარი ან რბილი იქნება, ეს უკვე ადამიანზე არის დამოკიდებული, როგორიც უნდა, მაგრამ ჯობია რომ კონდეს ორტოპედული. თუ არა აქვს, მაინც უნდა იყოს სწორი და მყარი. სკამს აქვს მნიშვნელობა, რომ არ დაიღლეს ბავშვებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ მართი კუთხე იყოს სჯდომის დროს მუხლებში, რომ ზეწოლა არ იყოს ზედმეტი ხერხემალზე, რომ გამართულად იჯდნენ ბავშვები, რომ თანაბრად ედოთ ხელები მაგიდაზე, რომ ივარდიშონ, რომ ბავშვები გაუშვან სპორტზე, ბავშვები ავარდიშონ. დიახ. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის. რა თქმა უნდა, დიდი თემაა და ესე ერთ გადაცემაში ამას ვერ ჩავატებთ ნამდვილად. შემდგომში უფრო დეტალურად კიდე გავშალოთ ეს თემა. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მობრძანებისათვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბატონი მიხეილ სანდლერი, რომელიც საუბრობდა უკვე ხერხემალთან ასოცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მე რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას გისურვებ და ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შენ სტუმარს. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა, რეკლამის მერე ასევე ძალიან საინტერესო თემებით გიბრუნდებით, ესე რომ დაგოლოდეთ. იცი, ესეთი თემა იყო, გასწორდი წელში და ისე გამოდი რეკლამაზე. და ისე გამოვედი რეკლამაზე. გავედით. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთეთ, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს და დაუბრუნდით ანა ზაკაშვილთან ერთად, რა თქმა უნდა, რუბრიკას სარჩევით ანა დილამშვიდობის მოგესალმებით და რაზე საუბრობთ? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და დღეს უნდა ვილაპარაკოთ ერთგვარ დილემაზე, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ როცა მაღაზიაში შევდივართ და გვინდა რომ კარაქი შევიძინოთ, გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის პროდუქტი იყოს ნატურალური. გარდა ამისა, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, იმის გარდა როგორ შევარჩიოთ ნატურალური კარაქი, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან კარაქი, სპრედი და მარგარინი. ამ თემაზე სასაუბროთ კი ჩვენი მონატრებული სოფიო გოხელაშვილი ყავს დღეს სტუმრად და მას იყო ზუსტად უკვე მოსულის ეთერში. კი ბატონო, კარაქი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, ნუ მე ვგიჟდები კარაქზე, უნდა ვთქვა, ყოველდღე ვიღებ ერთ ნაჭრს. იცი კარაქში რო წავ ხოლმე შენ კი კარაქში ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ რატომღაც ვიცი, რომ უფრო ჯანსაღიც არის, მე ასე ვიცი და ვიცი, რომ წონაში სხვათა შორის 20 გრამი კარაქი შეგიძლიათ დღეში მიიღო, პირიქით წონის კორექციისთვის გადასარევია და არც ასუქებს და დანარჩენს ახლა თქვენ გისმენთ რა დანარჩენს მოგოწმის ნამდვილად, თუმცა სანამ მაგ კითხვაზე პასუხდათ, გაგცემდა ხო მანამდე მინდა რომ ვისაუბროთ, სოფო რა სხვაობა არის ამ სამ პროდუქტ შორის. მოგესალმებით, საინტერესო თემები წამოჭრა ხატიამ და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. კარაქი, სპრედი და მარგარინი, ხო, რომელიც დაახლოებით ერთ სტილში გადის ხოლმე სამივე და მათ შორის რა სხვაობა. კარაქს არეგულირებს ჩვენი კანონმდებლობა და პირდაპირ ნედლი-რძისგან უნდა იყოს დამზადებული, აუცილებლად მცენარეული ცხიმი მას არ უნდა ჰქონდეს დამატებული. სპრედი არის კარაქის და მცენარეული ცხიმის ნაზავი და მარგარინი უკვე არის მცენარეული ცხიმის. აი, კარაქი, ნატურალური კარაქი რას უნდა შეიცავდეს? ვიცით რომ ის არ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რომლის შემცველობასაც ვუფრთხით ხოლმე საკვებ პროდუქტებში. თუმცა რას უნდა შეიცავდეს კარაქი? ნატურალური რომ იყოს. ხო, და ცხიმიანობას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამითი განვარჩევთ ხოლმე. ნედლ-რძეს უნდა შეიცავდეს, დედოს და მარილიც შესაძლოა ჰქონდეს მას დამატებული. ესე იგი ამ სამ პროდუქტს უნდა შეიცავდეს და დამატებით აი ვადის გასახანგრძლივებლად რომ უმატებენ ხოლმე იმულგატორებს და სხვადასხვა დანამატებს, ამას არ უნდა შეიცავდეს. არა, ამას არ უნდა შეიცავდეს, მაქსიმუმ ეს სამი კომპონენტი არის, რომელიც ნატურალურ კარაქზე თუ საუბრობთ, ამას უნდა შეიცავდეს. სპრედთან მიმართებაში გვაქვს ხოლმე ეს დამატებითი, იგივე არომატიზატორები, ფერისთვის, გემოვნური თვისებებისთვის და ასე შემდეგ და ფერითაც განსხვავდება, ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ, ფერის იდენტიფიცირებაც ჩვენ შეგვიძლია მეტნაკლებად, ხო, რომელია აი როგორ შეგვიძლია ფერით იდენტიფიცირება, სამივე პროდუქტი გვაქვს ახლა და მოდი ბარემ ვისაუბროთ ამაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ მომხმარებლებმა მივხვდეთ რომელ პროდუქტთან გვაქვს საქმე, რათა კლასიფიკაციის რისკები ძალიან დიდია. ხო, შეფუთოს გვაწერია კარაქია, სპრედია თუ მარგარინია, რომ ყიდულობთ ხო ვიცით, რასაც ყიდულობთ. გერმანულ შეიძლება ვინმე შეიძლება არ იყოს არ დაიკითხოს და ისე პირდაპირ ან თვითონ წარმოებელი იყოს
ან ვიყიდოთ როგორც ნატურალური კარაქი და სინამდვილეში შეიცავდეს არა იმ პროდუქტებს, რაც სოფომ ჩამოთვალა, არამედ მცენარეულ ცხიმებს. კი, ნახეთ როგორ არის წლების წინ, როდესაც ჩვენ კანონმდებლობა არ ქონდა, რძის ტექნიკური რეგლამენტი არ ქონდა, მაშინ უფრო იყო ის, რაზეც ბაჭყა საუბრობს, ხო? კარაქი რასაც ეწერა, ის არ იყო კარაქი და იყო დაუშვათ სპრედი ან მარგარინი. კანონმდებლობის შემდეგ, როდესაც უკვე ნიმუშების აღება დაიწყო და ლაბორატორიულად უკვე ამისი კვლევა ხდება, მერე უკვე მეწარმეებმაც სწორი ინფორმაციები დააწერეს თვითონ ეტიკეტს. თუ სანდო სარეალიზაციო წერტილში არ ვყიდულობთ ამ პროდუქტებს და ვყიდულობთ მაგალითად ბაზრობებზე, მაშინ არსებობს ალბათ იგივე რისკი, ხო? კი, იმ შემთხვევაში თუ არ არის შეფუთული, ნახეთ შეფუთულსაც 100%-ით ასივეს, ნუ ბიზნეს ოპერატორის სანდოობაზე არის, ხო? გაყიდვის წერტილის და გაყიდვის წერტილზე, აი წონის კარაქზე არის ხოლმე უფრო მეტად პრობლემა და ამ შემთხვევაში აუცილებლად სანდო გამყიდველისგან უნდა იყოს, მასაც ცხადი ეტიკეტი უნდა ახლდეს, თუმცა შეიძლება დიდი ეტიკეტი ჰქონდეს ფურცელ ჩანართის სახით, რომელსაც მომხმარებელი ესე არ ეცნობა ხოლმე. ფერის იდენტიფიცირება ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სასურველია. აი ბუნებრივ კარაქს აქვს ღია მუყვითალო ფერის. უფრო მუქი, აი ეს არის შემოვედით თუ არა, ეგრევე ვიკითხე, რომ ეს ხო ნამდვილია, თქო შეფუთვის გარეშე. კი, ღია მოყვითალო ფერის და ერთ ფერში არის მთლიანი სტრუქტურა ამისი, ხო? განსხვავებით მეორე ეგრეთ წოდებული კარაქისა, რომელიც გვაქვს, იმას უფრო მუქი ყვითელი ფერი აქვს და არეული თითქოს საჭრელებულია რაღაცა ფერებში არის. ერთი მაიდენტიფიცირებელი რაც არის შეფუთვასთან დაკავშირებით, შეფუთვას როდესაც ვყიდთ და თეთრი არის უკვე მარგარინის ნაწილი, უფრო მეტად თეთრია. ნახეთ, აი ამ კარაქს არ ვიცი ხა ჩანს თუ არა კამერაში, თუმცა ჩვენგან კარგად ჩანს. შეფუთვას როდესაც გავხსნით, ზედ თუ აქვს მიკრობილი, ცხიმი, ხო, კარაქი ეგრეთ წოდებული ქაღალდს, ხო, ქაღალდს შეფუთვაზე თუ აქვს, აი ამას ეტყობა, რომ დიდი რაოდენობით არის გადასული შეფუთვაზე ისეთი გლუვი ზედაპირი არ არის. ერთგვაროვანი არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უკვე მცენარეული ცხიმებია. ნაჯერ ცხიმებს როდესაც შეიცავს ჩვეულებრივი კარაქის შემთხვევაში, ის უკვე ერთგვაროვანია და არტოვებს იმის რაღაცა ეჭვს, რომ შეფუთვაზეც არის გადასული, ხო? მოდი მცენარეული ცხიმები ვახსენეთ სოფობოდიში. მცენარეული ცხიმები ვახსენეთ და მაყურებელს აქვე განვუმარტოთ, რატომ არის მცენარეული ცხიმის შემცველობა გარკვეულ პროდუქტებში საფრთხის შემცველი. კი, მცენარეული ცხიმები ზოგადად როგორ არის, კარაქი ძირითადად შედგება ნაჯერი ცხიმებისგან, ცხოველური ცხიმები რაც არის, თუმცა ცხოველურშიც უჯერი გვხდება თვითონ ძროხის კვებიდან გამომდინარე, ხო? ეს უჯერი ცხიმები ჩვენ გვხდება მცენარეებიდან. რაც შეეხება აი სხვადასხვა მცენარეულ მინარევებს, იგივე ქოქოს, რომელსაც უმატებენ ხოლმე, რაც არის სპრედში და მარგარინში, ამისი ჰიდროგენიზაციას ახდენენ. ქიმიური პროცესია, კი, ქიმიური პროცესია, ეს ხო თხევადი მასაა და ამ თხევადი მასის გამყარება უნდა მოახდინონ, კი. და ამ ქიმიური პროცესის დროს უკვე ჩნდება ტრანსცხიმები, რომელიც ვიცით, რომ ცუდია, ხო, უსაფრთხო არ არის. კითხვა მექნება, აი მარგარინთან მიმართებაში და სპრედთან მიმართებაში, ძირითადად ახლა სპრედსაც და მარგარინსაც, როგორც ვიცი, იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის შექმნაში და ხა ისე არავინ არ უსვამს პურზე და არავინ არ იღებს, ხო? აი, როდესაც თერმულად დამუშავებაში შედის, ან თქვათ მოხარშულ კრემს როგორც ვეძახით, ან ცხობაში, მაშინაც საშიშია. მაშინაც საშიშია, ცხადია, კი, აი თქვენ ახსენეთ, ხატია შეწვა კარაქში შეწვა, რომელიც არ არის სასურველი, იმიტომ რომ ხო, მაღალ ტემპერატურაზე იწვის თვითონ კარაქი, იმიტომ რომ შაქარ შეიცავს, რძის ცხიმს შეიცავს და წვის პროცესი არ არის სასურველი, განსხვავებით ცხობისას, როცა ესეთ მაღალ ტემპერატურაზე არ გადის და ნაზავი კეთდება, ხო? ესე იგი, ზედს როგორც აქვს წვის წერტილი, რომ იმის შემდეგ უკვე ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოჰყოფს, ასევე არის კარაქის შემთხვევაში. კარტოფილი რაში შევწვა? ზედში. არ არის ესეთი ზედში, რომელსაც მაღალი წვის ტემპერატურა შეიძლება ვთქვათ დაგდება ისე რომ კი, ესე ანუ თუ დაბალზე შევწვავთ, არც არ იქნება პრობლემა. 170 გრადუსი არის ხოლმე მაქსიმუმი ტემპერატურა. აღარ უნდა აღემატებოდეს. კი, ნელ ცეცხლზე თუ გავაკეთებთ, მაშინ წვა არ უნდა ჰქონდეს. ხო.
და კარაქზე ექსპერიმენტი ჩვენ მე მგონი ჩავატარებთ კარაქზე და სპრედთან. ჩავატაროთ და ავუხსნათ ოღონდ მაყურებელს ჯერ ასაკეთებს. ავუხსნათ, ესე იგი ჩვენ როგორ შეიძლება მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი არის ნატურალური კარაქი და რომელი არის სპრედი ან მარგარინი, წყლის მაღალი შემცველობიდან გამომდინარე, აი ამ ჰიდროგენიზაციის პროცესიდან გამომდინარე, ბევრი წყალი აქვს დამატებული სპრედს. ხო. აქედან გამომდინარე, კარაქის შემთხვევაში თუ თანაბრად დნება და შხეფები არ გვაქვს, ასევე იკეთებს თეთრ ქაფს. შეგვიძლია ხო, ანა, თუ არ შეგაწუხებთ. აი, ნახეთ, მარტივად და ერთგვაროვნად გაიჭრა, ეს არის ხოლმე იდენტიფიცირებული, გაყინული შემთხვევაში კიდევ უფრო სხვა მონაცემი გვაქვს. ეხლა ეს უნდა გადმეს თანაბრად უნდა გადმეს და თეთრი უნდა გაიგოს. თეთრი ქაფი ის ოჯახშიც შენ შეხვალ რა. ნახეთ, ხო, აი დნება უკვე და რომ გადნება უკვე ვაჩვენებ მე მაყურებელსაც, თუმცა ვხედავთ რომ რაღაც თეთრი ქაფი გაიგებს ნამდვილად. პატარა მოდი ეს კარაქზეა საუბარი. აი ბუშტუკებიც უკვე გაიგებს. ბუშტუკები აქვს ამას და შხეფები არა აქვს, ხო, იმიტომ რომ მაშინ წყლის რაოდენობა არ არის. არც რამდენად ჩანს, მაგრამ აი თეთრი ბუშტუკები გაიგებს. ანუ ეს უნდა გქონდეს. ეს უნდა გქონდეს, კი, ეს ნამდვილია. მოდი, მე დაგეხმარები ანა მეორე, მოდი აი ეს გავაკეთოთ. მარგარინი გავაკეთოთ, რომ შევატაროთ. მარგარინი საერთოდ შეიძლება წვაში შევიდეს? წვაში, რა ვიცი, ვინრას როგორ შვება ხატია, ამას ნახეთ, ახლა ამ შემთხვევაში ეს უნდა გქონდეს შხეფები, თუმცა ერთად რო გავაკეთეთ, არ ცოტა წინ რო გაწიო გასხურა მე მგონი აჯობებს. ალბათ ჯერ რო გადნეს. აი სპრედიც გავაკეთოთ, როგორც ვიცი, სპრედი გადის, ხო, როგორც გითხარი. ეს არის სპრედი. შუშხუნის ხმა არის, და მაღალ ტემპერატურაზე მარგარინია, ხო. და მაღალ ტემპერატურაზე უკვე დიდი შხეფები გამოდის ხოლმე თავისი წყლის. სხვათა შემთხვევაში ცოტა რთული ყოფილა განსხვავება. ხო, ეს ხაშერება გავაკეთეთ ჩვენ, თუმცა სახლში უფრო მაღალ ტემპერატურაზე რო იქნება, ამისი ფერიც უფრო მოყვითალოა. და ცოტა გაზეპილია რაღაცნაირი, ხო? აი არაერთგვაროვნად დაიწყო ღობა, მინდა რომ ვაჩვენო მაყურებელსაც, რაც განასხვავებს ნატურალური კარაქის. ნახეთ კონსისტენციაც როგორი განსხვავებულია ერთმანეთისგან და ამას თეთრი ქაფი მთლიანად მიყვება ნატურალურ კარაქს, ამისი რაღაცნაირად შეიკრა და ეს არ იშლება. აი პატარა შხეფებს ყრის. ესე იგი რომ შევაჯამოთ ეს ნაწილი ნატურალური კარაქი დნება ერთგვაროვნად და დნობის პროცესში წარმოქმნის, ესე ვთქვათ, თეთრ ბუშტუკებს და რაც შეეხება მარგარინს და სპრედს არაერთგვაროვნად იწყებს მაგალითად როგორც სპრედის გადმოწიე რომ აყურებელმაც ნახოს. არაერთგვაროვნად იწყებს დნობას, აი მედი მაქვს აქ ჩანს რომ არაერთგვაროვნად დაიწყო დნობა და ნუ ფერიც დნობის შემდეგ ყვითელ ფერს იღებს მარგარინი როგორც თუ სწორად ვხვდები ყველაზე მარტივად დნება კარაქი, ხო? კი, მარტივად ერთგვაროვნად და თეთრი ქაფი აქვს. კიდევ ერთი ექსპერიმენტი მინდა და ცოტა ჩქარავ თან დროში რო ვარ შეზღუდული. როგორ იცის, ხედავ გეუბნები თანაწამყვანია ჩვეულებრივი. ეს ექსპერიმენტი რაში მდგომარეობს? ადუღებული წყალი, ცხელი წყალი უნდა მოვათავსოთ ჭიქაში და აქაც გავტესტოთ კარაქი და სპრედის შემთხვევა მცენარეული ცხელი. თქვენი აზრით ძალიან ცუდი იქნება სპრედი, ალბათ არ გადინება ისე, ხო? გვინდოდა, თუმცა არა. მე მახსოვს, ჩემი დიდი ბებია ჩაიში აგდებდა ხოლმე კარაქს. კარაქს. კი, სხვა შენ ბებიებს ეხა ჩვენ ვაგდებთ რას, ხო? ეს არის კარაქი. კარაქს ვაგდებთ და რა უნდა მოხდეს? მორევისთვის უნდა გამოვიყენოთ რაიმე დანას გამოვიყენებ, ისევ მე მგონი არ იქნება პრობლემა. ნატურალური კარაქის შემთხვევაში, როდესაც ადუღებულ ცხელ წყალში ვაგდებთ, თანაბრად იშლება ესეც აქ მორევის შემთხვევაში და ზემოთ იკეთებს ცხიმს, ხო? ზემოთ იკეთებს ცხიმს. კი, და წყლის ფერი ხდება რძისფერი, ხო? როდესაც წყალით შეიფერა. და ამ შემთხვევაში მარტივად იხსნება, კი. ამ შემთხვევაში ნახეთ ახლა რას იზავს, თუ იზავს. ხო, აი მე მგონი მეტიც აღარ გჭირდება, ხო? ეს ცხიმები როგორ დაიშალა, ზევით შესადარებლად შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ მაყურებელს. რძისფერს იღებს კარაქის შემთხვევაში წყალი და აქ არც კი იხსნება. ხო, აი ეს არის ის რაღაცა პატარ-პატარა ექსპერიმენტები, რომელიც შეიძლება სახლის პირობებში გავაკეთოთ. ხო, თუ გვაქვს კარაქი ნაყიდი, პატარა ნაჭერით შეგვიძლია ჩვენ უკვე გავტესტოთ, ხო, ერთგვარად, რომ დავწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად კარაქია თუ მასზე ლაბორატორიული კვლევა არ გვაქვს. როცა წონით ეხა ძირითადად ეს დიდი ოჯახები არის, წონით ყიდულობენ.
ხო, სავაჭრო სოფო, შეფუთვაზე ძალიან ხშირად მითითებული არის ხოლმე პროცენტულობა ცხიმის. მოდი ვუთხრათ მაყურებელს რას ნიშნავს ეს პროცენტულობა და რამდენ პროცენტ ცხიმს უნდა შეიცავდეს კარაქი წესით? ხო, ნამდვილი კარაქი, ეს რაღაცა ცოტა ისე ვიყენებთ ამ ტერმინს ნამდვილს, მაგრამ ნუ ნატურალური კარაქი, ხო? უნდა შეიცავდეს 80%-ზე მეტ ცხიმს, დაახლოებით არის ხოლმე 82-85, ხო, ჩვენს ბაზარზე რა კარაქიც არის. თუმცა არსებობს ისეთი მეწარმეებიც, რომლებიც ამ პროცენტს ზრდიან მცენარეული ცხიმების ხარჯზე, ხო? ეს არ უნდა იყოს და შემადგენლობას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ამ შემთხვევაში. ეს კანონმდებლად აწერია, რომ გაზრდილია. უნდა ეწეროს ყოველ შემთხვევაში, უნდა ეწეროს და კარაქი მას ეტიკეტზე არ უნდა ეწეროს, ხო? თუ კარაქი აწერია, უკვე მომხმარებელი ხვდება, რომ ეს არის ნატურალური კარაქი და არ აქვს საქმე სპრედთან და მარგარინთან მიმართებაში. აი, დოზირებაზე ხატია თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ დაახლოებით 20 გრამია, ხო? 14-15 გრამი არის დღიური დოზა დასაშვები და ამ შემთხვევაში ის სასარგებლო თვისებები თქვენ რაც თქვით, მე ხლა ექიმი ვერ ვარ და ესე პირდაპირ ვერ გავცემ, თუმცა მიიჩნევა, რომ მისაღები დოზა არის და თხლად წასმაც, ხო? ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს ძალიან ისე სქლად წასმა პურზე ან ორცხობილაზე კარაქის, ხო? ეს არ არის სასურველი, იმიტომ რომ აქ უკვე დოზას ვერ ვიგებთ ხოლმე და ტრანსცხიმებისგან განსხვავებით, ტრანსცხიმები 34 ჯერ, აი 30-დან 35-მდე არ არის სასარგებლო კარაქთან მიმართებაში, წარმოიდგინეთ. და საკონდიტრო ნაწარმში ხა გაცლებით მეც უკეთებენ. თუ არის საკიდე გოგო, გემრიელი კარაქები, რომლებიც არის, რომელიც თქვა აი საზღვარგარეთაც მოაქვს, სანამ კერც მოიტანენ, აი ნიორ შერეული, რაღაცა სანელებლებ შერეული მარილიანი. ესეც უსაფრთხოა და არანაირად კი ბატონო. როგორ არის? შეიძლება რომ ნამდვილი კარაქი ესეთ გემოს მატარებელიც იყოს. რა თქმა უნდა, მას დანამატები შეუძლია რომ ჰქონდეს და ესეც კანონმდებლობით დასაშვებია, ოღონდ თავარ სტრუქტურას არ უნდა უცვლიდეს კარაქს, არ უნდა მიყავდეს იმ რაღაცა სანელებლების გემოსკენ, ხო? სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივად მისაღებია და ნორმაა. საკონდიტროზე ბოდიში ან არა? საკონდიტროსთან მიმართებაში ნახეთ ისე არ გამოგვივიდეს, რომ სრულიად აკრძალულია ან არ შეიძლება ამისი მიღება, ხო? ტრანსცხიმის შემცველობა უნდა იყოს კონტროლებული. თუ ტრანსცხიმები, მაშინ ნორმა არის ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ნორმა არის 2%, 100 გრამ პროდუქტზე. ანუ თუ კი მარგარინი შეიცავს ტრანსცხიმებს უბრალოდ მცენარეულ ცხიმს 2%-ით, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასეთი საკონდიტრო ნაწარმი უსაფრთხოა. ნახეთ, მცენარეული არ უნდა აგვერიოს ტრანსცხიმს. ხო, მცენარეული ხარკებებს. ხო, ანუ მცენარეული ცხიმი შეიძლება იყოს, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს და რომელიც არ შეიცავს. ხო, ეს ქიმიური პროცესი თუ აქვს გავლილი. თუ ქიმიური პროცესი არის გავლილი და ტრანსცხიმი შეიცავს, ეს უნდა იყოს 2%-ზე დაბლა. ევროპული კანონმდებლობით, ჩვენი კანონმდებლობით ასე არის. თუ უფრო მაღალ შეიცავს, ეს უკვე არ არის. თუმცა ეტიკეტზე ამისი ასე ვთქვათ, ამოცნობა ძალიან გაგვიჭირდება და უნდა ვენდოთ ხოლმე ბიზნეს ოპერატორს, სანდომ წარმოებელს. ესეთი კითხვა მაქვს, აი მაცივარში ძალიან ხშირად, როდესაც ვინახავთ ხოლმე კარაქს და რომ გამოვიღებთ, თითქოს იკეთებს წყლის წვეთებს. რისი ნიშანი შეიძლება რომ იყოს ესეც უთხრათ მაყურებელს? კი, წყლის ნიშნები, აი ექსპერიმენტიც რო ჩავატაროთ 10 წუთით, 15 წუთი რო საყინულეში მოვათავსოთ კარაქი და შემდეგ გამოვიღოთ, ნამდვილი კარაქის შემთხვევაში, ნატურალური შემთხვევაში წყლის წვეთებს არ იკეთებს. სპრედი იკეთებს და მცენარეული უნებრივია, იმიტომ რომ შეიცავს წყალს და ჰიდროგენიზაციის პროცესი აქვს. ჰიდროგენიზაციის პროცესი აქვს გავლილი, შესაბამისად წყალი მასში დიდი რაოდენობით არის და წყლის ბუშტებს იკეთებს. საყინული ახსენე და კარაქს სჭირდება საყინულეში შენახვა? კი, თვითონ მაცივარშიც მე მგონი ნამდვილი კარაქი. ორივე პირობა არის მისაღები კარაქისთვის, ვადები არის სხვაობა. ხატია, საყინულეში თუ ვინახავთ, უფრო გახანგრძლივებული ვადით შეგვიძლია რომ შევინახოთ, ეტიკეტზე აწერია ხოლმე ორივე ვადა, პლუსიანიც და მინუსიანიც და აი მაგალითად ნატურალური კარაქის შენახვის ვადებზე მინდა კითხვა, რადგან ვადის გახანგრძლივებლად დანამატები არ აქვს მას, მაინც ინახება დიდი ხნის განმავლობაში რა ვადით შეგვიძლია შევინახოთ? დიდი ხნით, ხო, წარმოებელს გააჩნია და წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე როგორ არის, თუმცა ერთ თვემდე არის ხოლმე ვადა მაინც განსაზღვრული 33 დღე 30, არა უფრო მეტი. თუ კონსერვანტები აქვს დამატებული, ის ცხადია რამდენიმე თვის განმავლობაში წინ. აი ბოლო კითხვაც მინდა დაგისვა, აქცენტი მინდა ამაზე გავაკეთოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის, რა მნიშვნელობა აქვს შეფუთვას.
ხო, შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ჰიგიენურად დაცულია და ნორმები, განსხვავებით წონის პროდუქტისა, რომელსაც არ ვურჩევთ ხოლმე თუ არ არის სათანადო პირობებში დაფასოვებული, ხო, თუნდაც რაღაცა ერთჯერად პარკებში ჩადებული, შეფუთვა უნდა იყოს მუქი ფერის, არ უნდა იყოს გამჭვირვალე, იმიტომ რომ მზის სხივებისგან დაცვა მოვახდინოთ ამისი. და აუცილებლად კი, ძირითადად ესე არის ხოლმე, იმიტომ რომ შენახვისთვის არის სათანადო პირობების შექმნა ასეთ შემთხვევაში და დაზღვეულები ვართ უფრო მეტად რომ კარაქი არ გაგუჭდება მზის სხივებისგან. კარაქი არ უნდა იყოს და ზოგადად სიმყიდის ზემოქმედების ხარჯია. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო, მე მგონი ძალიან პრაქტიკული რჩევები მივეცით ჩვენს ტელემაყურებლებს, რისთვისაც მადლობა არაერთხელ უკვე და ამჯერადად სოფიოს ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს დავემშვიდობები მომდევნო კვირამდე და გვპირდებით მომავალშიც უფრო ძალიან დიდი მადლობა სოფო, ძალიან დიდი მადლობა. მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო ეს რჩევები, რომლებიც არა მარტო დიასახლისებს ყველას მოგვეცით და სხვათა შორის ბიძაჩემი ყოველდღიურად იღებს კარაქი ამპულს და ცხოვრებაში 1 კილოგრამიც არ მოუმატია ჩემო ბაჩო. რო იცოდე. სასწაული ამაშია საქმე. ძალიან დიდი მადლობა ანა, ძალიან დიდი მადლობა სოფიო. ჩვენ ახლა უნდა შემოგთავაზოთ გოგოლას სახლები, რომელიც ძალიან საინტერესო სტუმარს ესტუმრა და ვნახოთ ვინ უმასპინძლა დღეს გოგოლას. დღეს მოვედით ადამიანთა სტუმრად, რომელიც ძალიან კარგ მუსიკას ქმნის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სახლის ინტერიერის და ისტორიების გარდა ძალიან კარგ მუსიკასაც მოგასმენიათ. მოკლედ დღევანდელი ჩვენი მასპინძელია მუსიკოსი და კომპოზიტორი მიშა მდინარაძე. წავედით. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება? რა თქმა უნდა, მოგზაურობ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. როგორ ხარ? ვცდილობ იყო კარგად. მეც. შეიძლება ხო? რა თქმა უნდა. მომიყავით ჯერ პირველ რიგში შენი სახლის შესახებ. რამდენი ხანია რაც ამ სახლში ცხოვრობ? ამ სახლში დავიბადე. ეს სახლი არის აშენებული 1958 წელს. და რო აშენდა, იქიდან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს. ეს ორი ოთახი გამოვაცხადე ავტონომიად. ვისთან ერთად ცხოვრობ? ჩემი მეუღლე და ჩემი ორი გოგო. არ არიან სახლში? არა, სკოლაში არიან ახლა, თიკო სამსახურში. ხო და ანუ ეს ოთახი გადააქცია ჩამწერ სტუდიად. ეს ოთახი გადავაქციე მუსიკის პატარა კონსულად. და აქ ძალიან ბევრი რამე ხდებოდა, ძალიან ბევრი წელი სამწუხაროდ ეხლა ესეთი მდგომარეობაა, რომ ამ წუთას დიდად არ გვეხელოვნება, ასე ვთქვათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ის სული, ის ხასიათი, რომელიც ამ სახლმა, ამ კედლებმა დროთა განმავლობაში შეიძინა და რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. არ დაიკარგოს და რაღაცნაირად ეს ენერგია სულ ცოცხალი იყოს აქ. როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში მუსიკა? მუსიკა სულ იყო, დედა მუსიკოსია და ოჯახის წევრები დედის მხრიდან ყველა მღეროდა გადასარევად, ასე რომ ეს ახალი არ იყო ჩემთვის და სულ არსებობდა, მაგრამ აი რაღაცა პროფესიულად უკვე დაახლოებით სადღაცა 20 წლის ვიყავი, როცა უკვე ესე აქტიურად გამოვწყვიტე, რომ სხვა რამის კეთება არ მინდა. ასე რომ მუსიკაში გავიზარდე და დღემდე ასეა ჩემი მთავარი სამყარო ეს სამყარო. ძალიან კარგი, აქ ხედავ ძალიან ბევრ ნახატებს. კი, ეს შეგიძლია ამ ნახატების ისტორია რომ მოვყოვის ნახატებია ეს. თემო თურმანიძე ჩემი უფროსი მეგობარი და უძვირფასესი ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის. მისი ჩანახატია. ეს არის ჩემი მეგობარი ნუცა მანჯგალაძე, ძალიან მაგარი მხატვარი. ნუ ამას ალბათ თქმაც არ უნდა ჩუქჩიკას. პეიზაჟი უსაყვარლესი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ჩემთვის.
რომელიც შემოვახლოვეს მეგობარმა გამიკეთა, არ ვიცი გახსოვს თუ არა, არის ესეთი ძველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელსაც ქვია რანინა. ეს ფილმი არის მუჭა ნახევარას მიხედვით გადაღებული და მთელი ეს დრამატურგია მსღაპრის გადატანილია მუსიკალურ ქმედებაში და ჯანო კახიძის საოცარი ნამუშევარია წარმოუდგენლად მაღალი დონის როგორც მუსიკალურად, ასევე მხატვრულად და მხატვარი არის მამია მალაზონი. შესანიშნავი მხატვარი და სცენოგრაფი და ჩემო ძალიან ახლო მეგობარმა, რომელსაც იცის ჩემი სისუსტე და ჩემი დამოკიდებულება ამ ანიმაციის მიმართ, ბატონ მამიას დაახატია ჩემთვის ეს ნახატი და სათუთია ჩემთვის. ძალიან ძვირფასი. ასევე ეს შესანიშნავი ესკიზი, ეს არის დიდი ქართველი სცენოგრაფის ფარნა ლაპიაშვილის ესკიზი, რომელიც მაჩუკა ჩემო მეგობარმა ბატონი ფარნას ქალიშვილმა ნინო ლაპიაშვილმა, ეს არის ბალეტისთვის გორდა შექმნილი 40-იან წლებში და ნუ ძალიან მიყვარს და თალცარი ექსკურსია. ხო, წარმოუდგენლად მაგარი ნამუშევარი. ეს ნახატები ქმნის ამ გარემოს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ერთი მთავარი პერსონაჟი შევმატე ახლა ზუსტად რამოდენიმე დღის წინ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის ფოტო, რომელიც აი ძალიან მომწონს. გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ამ სახლში ცხოვრობ. და შესაბამისად ამ სახლის მიმართ ალბათ სენტიმენტები საგავს. კი, იმიტომ რომ ცი რაღაცნაირად ხო მთელი ცხოვრება რო უკავშირდება რაღაც ადგილს, ეს ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ ცუდია. ცუდია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც მიბმული ხდები რაღაც ლოკაციას და ადამიანს დიდად არ მიყვარს, როცა სენტიმენტები ჩდება ხოლმე, მაგრამ ნუ რაღაც ბუნებრივად ხდება. ის ადამიანები, რომლებიც მე მიძლებენ მთელი 5 სართული და შემიძლია დიდი მადლობა არ გადაუხადო ამ ხალხს, იმიტომ რომ არც თუ ისე ადვილი გასაძლებია. და მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა ვინმეს რაიმე ოდნავ სხვა ინტონაციით ეთქვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ამას ალბათ არ მოითმენს ძალიან ბევრი, ასე რომ ძალიანაც რომ იდოდეს სხვაგან ვერ გადავა, იმიტომ რომ ეს ჯოჯოხეთია, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე. ჩემთვის კარგი, მაგრამ მოსასმენად და სხვისთვის ძალიან რთული. ასევე ოჯახის წევრებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი სიამოვნებაა. ხო, აი არ ვიცი, კი, შეიძლება, მაგრამ ხო, რთული ადვილი არ არის ჩემნაირი ადამიანის სახლში, რომელსაც სულ რაღაცა პირობი შექმნა ჯერჯერობით. გიყვარს სახლში ყოფნა? იცი, კი. მიყვარს და მჭირდება, ასეთი არის ჩემი საქმე. და ეს საქმე არ ჩემი ცხოვრება. მე მიყვარს და მჭირდება განმარტოვება, ფიქრი, აქ სხვა ადამიანების ჩართვა ძალიან რთულია ხოლმე. იმ პროცესში, როდესაც რაღაცა იწერება. მაგრამ მუსიკას მეორე ასე ვთქვით, მხარეც აქვს, ეს არის მაგალითად კონცერტი და საკონცერტო ცხოვრება, რომელიც მე დიდი ესეთი რაღაცა არ მქონია არასოდეს, იმიტომ რომ არა ვარ მანდამაინც მე კონცერტე მუსიკოსი, მაგრამ ისიც ფანტასტიკურია, იმიტომ რომ აი იქ უკვე დიალოგში ხარ ადამიანებთან და ეს ამიშნულოვანია. სცენაზე სხვა მუსიკოსებთან ერთად აზროვნება, ფიქრი, მუსიკის ენით ამ ყველაფრის გაცვლა, გამოცვლა, ასე რომ მუსიკა ყველანაირია და ალბათ ამიტომ მიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერი შეგიძლია იპოვო. მარტოობაც თუ გინდა სხვა ადამიანებთან ერთად ფიქრიც კი ბატონო ყოველთვის საშუალებას გაძლევს. მიშა, მაინტერესებს სახში აი, შენ რა გიქმნის კომფორტს? პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ და რომლებიც ცდილობენ, რომ მე ვიყო კომფორტში. და ცოტა ხანდახან ცოტა საშიშია ხოლმე ეს, იმიტომ რომ ხანდახან გონია რომ მეფე ხარ.
და ვიღაცები უნდა გემსახურებოდნენ და ვიღაცებმა ხელი უნდა შეგიწყონ. ინგლისში დაფიქრეთ, რატო უნდა შეგიწყონ ხელი? რითი ხარ ვინმეზე უკეთესი? მაგრამ ხო, ნუ აი ეგრეა, რომ ჩემი შვილებიც, ჩემი მეუღლეც, დედაჩემიც, ყველა რეალურად მუშაობს იმაზე, რომ მე მქონდეს საშუალება ვაკეთო ჩემი საქმე. სხვა საკითხია, რომ ის ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობ, არ მაძლევს ამის საშუალებას სამწუხაროდ. იმედია მოგეცემთ. არ ჭირდება ხო ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ და ეს ძალიან ცუდია. ეს მაგ პრობლემების გამო, რომელიც ახლა შეგვაქვს, აი ეს ფოტო არის ძალიან მნიშვნელოვანი ხოლმე, ეს არის. ეს რა ფოტოა? ესე დირიჟორის ხელები, ღმერთის ხელები. ერთის მხრივ დირიჟორი არის მანიპულატორი. დიქტატორი, რომელმაც ათეულობით მუსიკოსი უნდა ერთ წყობაზე მოიყვანოს. ამის გარეშე ძალიან რთულია მუსიკის დაკვრა, შესრულება. თუ ვიღაცამ არ უხელმძღვანელა და ეს ვიღაცა არ იქნა მკაცრი, ალბათ. მეორეს მხრივ ეს არის ძალიან საშიში რამე. იმიტომ რომ კომპოზიტორიც იგივე მანიპულატორია სხვათა შორის. იმიტომ რომ შენ ზიხარ ერთი ადამიანი და გარკვეული ნიშნებით ცდილობ თავი მოუყარო და რაღაც ჩარჩოში ჩასვა ბევრი მუსიკოსი. და ეს უნება სინამდვილეში. ეს არის თუ ამაზე ბევრი არ იფიქრე და სულ არ აკონტროლე. ცხოვრებაში შეიძლება გაგიჩნდეს მე სურვილი ვიღაცების კონტროლის. ხო არ გაგიჩნდა შენთვის. იცი რა, არ ვიცი. ეს ჩამთრევი რამეა. სულ ფიქრობ იმაზე, რომ არ გადავიდე რაღაცა ზღვარს, რომელიც ვიღაცის მანიპულაციაში გადაიზრდება საბოლოო ჯამში. ეს ბალანსი ძალიან რთული დასაცავია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ეს არ ხდება, მაშინ ვიღებთ იმას, რაც ანგრევს საზოგადოებას, ვიღებთ დიქტატურას და ავტორიტარიზმს, ძალიან საშიში. და ამასთან გამკლავება მე კიდევ ძალიან რთულია. ვიშ აი ამ სახში არის თუ არა ის ნივთი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძვირფასია და რაღაც მე სენტიმენტებთან არის დაკავშირებული. იმული ვარ კომპიუტერს. იმიტომ რომ პროფესიულად იმული ვარ ამ წუთას, ხო. ერთი უბრალოდ მნიშვნელობით და ძვირფასობის თვალსაზრისით და ეს ფოტო არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი. დედაჩემი და მამაჩემი ხო ამ სახლის აივანზე ახალ დაქორწინებულები. ლამაზებია, რაღაცა კარგი წყვილია, ასე ვიტყვი. კი, ნამდვილად ესე იყო და ბოლომდე ასეც დარჩნენ. სახში რამდენად წესრიგა ხარ? არა. არა? არა. ანუ სახლის საქმეები შენ და ჩემი წესრიგი. ანუ შენი წესები. რომელიც სხვისთვის არის არეულობა. ჩემმა შვილებმა მომიწყოს პატარა კოლექციას მიკეთებენ იქ პატარა სათამაშოებს და ძალიან მიყვარს. შეიძლება ხო? რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს ეს კოლექცია, ესე იგი რაღაცა პატარა სასაც იპოვიან, ყველაფერი მოაქვს და ალაგებენ. ანუ განწყობას გიქნა. კი, აბა რა, ხო. ესე იგი ეს ორი ადამიანი არის ჩემი მუსიკალური მტერი. მტერი? იმიტომ რომ ორივე დადის მუსიკაზე. და ორი ინსტრუმენტი როცა ჭირდებათ ხოლმე, აუცილებლად ერთი შემორბის აქ ჩემ ოთახში და მეუბნება რომ ხა უნდა ვიმეცადინო. ეს ნიშნავს რომ მე უნდა ავდგე და გავიდე აქედან. ასე რომ ჩემ მეფობას ნელა-ნელა ბოლოება. და გითხრა მომავალი თავის სტრუქტურებს ქმნის. ხო, მოტივატორები რა თქმა უნდა არიან და ყველაფერი ასაც ვაკეთებ, მაგათთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ბოლო კითხვა უნდა დაგისვა, ჩემი ტრადიციული კითხვა, რა არის შენთვის სახლი? კარგი კითხვა. სახლი არის ყველაფერი ის, რაც ალბათ უკავშირდება ჩემს სულს
და სახლი არ არის მარტო ეს, სადაც ახლა ვართ. სახლი არის ქვეყანა. თავარი სახლი არის ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც ამიტომ არ დავტოვე. ბევრჯერ შემეძლო, ბევრჯერ მქონდა საშუალება, არასოდეს არ მიფიქრი ამ ქვეყნის დატოვება. ჩემი სახლია. რატო დავტოვე? ძალიან კარგი პასუხია. რაღაც მინდა რომ შემისრულო. ისე ვერ წავალ კიდე. ფორტუნაში მიშა მდინარაძე. აბა, ასე გვასმენინებდა არაჩვეულებრივ მუსიკას და ძალიან ბევრი მისი მუსიკა ჩვენ თვალწინაც შექმნილა ჩემო ბავშვო. რომელიც ახლაც გვესმის ყურში. კი, მოკითხვა მიშას და დიდი მადლობა გოგოლას, რა თქმა უნდა. მადლობა. რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ძალიან მალე დავბრუნდებით მუსიკალური რუბრიკით, ასე რომ დაგვალოდეთ და არ დაგარდეთ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში თამრიკო ჭოხონენძესთან ერთად და დილამშვიდობის ქალბატონო თამრიკო მოგესალმები. გამარჯობა დილამშვიდობის, ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენთან შეხვედრა. სტუმრად როცა ვარქომებს მოგვიტანდი დარწმუნებული ვარ. შევეცდები ახლა რომ რაღაცნაირად პირდაპირ თემაზე გადავიდე, იმიტომ რომ ალბათ არ ახალი ვიქნები იმაში, რომ ვიტყვი გაუგნებული ვარ იმ ფრაზებით, რომ ევროპა არ ვარ დამაკნინებელი ძალიან ესეთი ფაქტებით თუ როგორც ქვია რა ქვია არგუმენტებით თითქოს რომ შეგაზარონ ეს ევროპა და ანუ რუსეთი რომელიც ჩვენი ხსნელია თურმე და ეს ის რუსეთია რომელთან დაკავშირებულია ომები დაკავშირებული ეს ყველანაირი სიბნელე ყველანაირი ეკლესიების გადახებები ყველანაირი ცუდი თუ რამე შეიძლება ახლა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასია თუ რაღაც გადახედავ კარგად მათ ასე ვთქვათ ქმედებებს და მე ვარ გაუგნებული ამას ვინ წამოეგოს ალბათ ის ვინც კარგად ვერ აცნობიერებს მისი ქვეყნის სიკარგეს და მისი ქვეყნის ისტორიას თუნდაც. ალბათ განათლების პრობლემებისაც. ალბათ ეხლა შეიძლება თავს დამესხან, მაგრამ მე აბსოლუტურად არ მაქვს ამაზე რეაქცია, ასია და იმიტომ როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ვერ დაინახო და უბრალოდ მე ახლა ამჯერად რაღაცნაირად დავკონკრეტდე მინდა. იცი, რაღაცა სულ მინდა ხოლმე რომ ჩავიხედო ისტორიაში, სულ სხვები ჩავახედო, ვინც ამ აზრზე არ დგას, რომ რამდენად სასიკეთოა ევროპასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის შენ კულტურას, შენ ისტორიას, შენ წარსულს, შენ ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემს და არამც თუ პატივს სცემს, ანუ პატრონობს კიდე ხშირ შემთხვევაში, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ და მე უბრალოდ ამჯერად იტალიასთან მიმართებაში ვთქვათ დავკონკრეტდები და თუ რატომ ამას მიხვდებით თავად, აი თუნდაც რამდენიმე მაგალითი რო ავიღოთ, აი პირველი ბეჭდვითი წიგნი ქართულ იტალიური ლექსიკონი გამოიშვა 1629 წელს წარმოიდგინეთ და ნუ ეს აი რა ხო მე თუნდაც ახლა მოვუყვეთ 1851 წელი პირველი ოპერა როდესაც გაიხსნა და ეს იყო ძალიან ისეთი
ცნობილი არქიტექტორის, იტალიელი არქიტექტორის კუდიერის მიერ დაპროექტებული და სხვათა შორის მისი დაპროექტებულია მშრალი ხიდიც. და მე უკვე პირველად გაჟღერდა იტალიელი ვთქვათ ოპერა და დონიცეტის ძალიან ცნობილი ოპერა ლუჩე დე ლა მერმური და იტალიელი ბარბიერი, ცნობილი დირიჟორი დირიჟორობდა ეს ურთიერთობები, აი ეს რაღაცა ძალიან ბევრი რამ, ხო? მოდის და მოდის დღემდე მოდის ეს რაღაცა ტრადიცია არ შეიძლება არ ვთქვა თუნდაც იცით თქვენ რომ ერთი ქალი რომელიც იტალიელი ქალი რომელიც თავის მეუღლესთან ერთად პირველმა დააარსა აქ სტუდია საბალეტო ცეკვის სტუდია და ეს იყო სწორედ იტალია. ანუ ეს ურთიერთობები ხო ეს აი ზუსტად ეგ და მაქედან აქვს თით ნასარგებლები და თქვენ იცით ვინ არიან პროტოტიპები მორი გოგოსი, ნინო რამიშვილი და მისი და მართლა და აი ესე ძალიან ბევრი რამ მინდა თქვა არ შემიძლია შალვა ბერიძე არ ვახსენე რომელიც იყო აი ქართველოლოგიის კათედრის დამაარსებელი რომში, მილანში და ასე შემდეგ უდიდესი ბეფხისტყაოსანი რომელმაც პროზაულად თარგმნა და ასე შემდეგ მოკლედ ბევრი რამ მინდა გითხრათ მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს და გიორგი მაჩაბელი რომელმაც დაარსა კომპანია რომელიც შეიქმნა პრინცი მაჩაბელი ეს პარფიუმერიის კომპანია რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და რომელმაც კოკო შანელიც კი დაჭრილა თავის დროზე იმიტომ ეს იყო პარფიუმერიის რაღაცა ესთეტი თან პლუს ისეთი რამ შემოიტანა რომელიც სრულიად განსხვავებული იყო მოკლედ ეს უინტერესი ადამიანი და რატო წავედი აქეთკენ იცით იმიტომ რომ მას ყავდა იტალიელი მეუღლე რომელიც ძალიან უდგას კარმი იყო ეს ქალი ძალიან მარია კარმი ძალიან ცნობილი მსახიობი და ძალიან ედგა თავის მეუღლეს გვერდზე ძალიან დიდ პატივს ემდა საქართველოს იმიტომ რომ ჯერ მარტო ისეთი რაღაცა ეს მისი ბრენდი როგორ იცი აი ფლაკონებზე როგორ იყო ახეთიც კი ახეთი ერქვა საქართველოს დედოფალი და ასე შემდეგ ძალიან ესეთი ნამდვილი ქართველი კაცი უწევდა საქართველოს თავის პროდუქტი რა თქმა უნდა და ასეთი ქართულ იტალიური ოჯახები იქმნება და დარწმუნებული ვარ რომ შეიქმნება იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ტანდემია და ძალიან საინტერესო ნაყოფია ამ ყველაფერს სულ ახალი სოფი ლორენის ვაჟიშვილი ქართველზე დაქორწინდა და კიდევ ერთი რა მინდა ისე ვთქვა რომ მე აერთ ასეთი ქართულ იტალიური ოჯახი მინდა გაგაცნოთ მიუხედავად იმისა რომ ცოტა დრო გვაქვს მაინც მინდა რომ გითხრათ რატომ დავინტერესდი სულიად შემთხვევით ვისმენ ოთარ თევდორაძის სიმღერის კართან მოდგა შემოდგომას იტალიურ ვერსიას აი ხე ჩვენ გვექნება იმის საშუალება უცბად სულ პატარა ფრაგმენტი მოვისმინოთ და ნახავთ ჩემს სისტორეში დარწმუნდებით სიმართლეში sulla porta ha salutato e gli amici sono andati come foglie sparpagliati chi di loro è morto in guerra chi di loro è morto in pace chi di là nella sua infanzia chi di qua in età avanzate come mancano quei giorni così pieni d'allegria che non ritorna se cammini senza amici questa vita abbiamo vissuto და მისი იტალიელი მეუღლე ანუ მეუღლესთან ერთად ასრულებს ამ სიმღერას amico sulla terra non è facile რომ ეს ყველაფერი გულგრილად მოისმინო აი იმდენად საინტერესო მიდგომა აქვს ისეთი საინტერესო ანუ ინტერპრეტაცია ძალიან ისე ჟღერს რა პირდაპირ იტალიურად ჟღერს ხო როგორ უხდება რა ტექსტი აბსოლუტურად სწორად მიაგენი იმიტომ რომ მე მინდა გითხრა რომ ყველა მელოდიას არ აქვს აი ამის ასე ვთქვათ ფუფუნება რომ თარგმნო და რომ რაღაცნაირად ისეთი იყოს ძალიან ბუნებრივი და ეს ძალიან ბუნებრივი ისე მოუხდა ეს ყველაფერი თამრი ტექსტი პირდაპირ თარგმანია ანუ აი ამას ჩვენ აუცილებლად შევეკითხებით იმიტომ რომ ჩვენ ეს ხალხი დღეს სტუმრად ყავს ჩართვაში და მინდა მივესალმო ქალბატონ ლალის და ბატონ დუჩოს და ჩემი ძალიან დიდი აღფრთოვანება უთხრა პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონო ლალი გამარჯობა ბატონო დუჩო გამარჯობა ყველას დილამშვიდობისა დიდი მადლობა
დილამშვიდობით. თავადოვალი, აი, აქ სტუდიაში საუბრობდით, ვიდრე თქვენი სიმღერა ჟღერდა, რომ რაღაცა საოცრად ორგანული გახდა ეს იტალიური ტექსტი ამ სიმღერაში და ზოგადად უბრალოდ მინდა რომ მე თქვენზე ვთქვა ორი სიტყვა, იმიტომ რომ არა თქვენ, ალბათ ბატონი დუჩო ამას ვერ შეიყვარებდა ისე. თუმცა მას რაღაც უნიკალური მონაცემი აქვს, მე ვიცი, ეს არანჟირება მისია და ასე შემდეგ, რომ საოცრად მას ძალიან უყვარს ქართული სიმღერა. თუმცა ქართულ სიმღერამდე მე დიდი დრო არ გვაქვს და ამიტომ მინდა გკითხოთ. თქვენ საკმაოდ რთული გზა გაიარეთ ვიდრე იტალიამდე. თქვენი შვილებით წახვედით იტალიაში და როგორ მოხდით? აი სულ რა შეიძლება მოკლედ უნდა მოგიხსნათ. აი ზუსტად დუჩოსთან შეხვედრა ზუსტად ჩემი ვაჟის, უმცროსი ვაჟის ავადმყოფობასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, საქართველოში დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის მიუხედავად საშინელი დროის რაც გამოვიარეთ, ყველაფერი იყო გაკეთებული, მაგრამ კონტროლი მაინც ვინაიდან სიმცირე იყო აი მჩხირების იტალიაში დუჩო რომელიც მუშაობდა პოლიკლინიკაში იყო ამის შესაძლებლობა დედაჩემმა მითხრა რომ არის ასეთი ადამიანი რომელიც მზად არის დაგეხმაროთ და მივედით 94 წელს გავიცადით ერთმანეთი დახმარებაც გაგვიწია და იმის შემდეგ დავმეგობრდით და ეს არის 31 წელი რაც მეგობრობთ. საოცრად. და იყო არაჩვეულებრივი, უკვე იყო არაჩვეულებრივი და გავოცდი თუ რატომ ასეთი განათლებული უსინათლო განათლებული აბსოლუტურად უკომპლექსო პიროვნება, რომელმაც ყველაფერი იცის. აი თითქოს რო არის ახლა ხუმრობა, მე არ მჭირდება Google-ი, ჩემმა ცოლმა იცის ყველაფერი, აი ჩემმა მეუღლემ იცის ყველაფერი და მგონი ბევრი რამ რაც Google-მა არ იცის, ახსოვს დუჩოს და ზუსტად იმიტომ მომეწონა თამარ, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ მიყვარხართ ბავშვობიდან, ანუ ჩვენი ბავშვობიდან, საერთო ბავშვობიდან, აი თქვენ რომ მემატიანე ბრძანდებით და არ უკარგავთ საქართველოს იმ ყველაფერს, რითიც საქართველო დღეისთვის სულდგმულობს და ცოცხლობს ფეთქავს ქართულით, აი ზუსტად ისეთია დუჩო, უბრალოდ მან იცი და აი ჩვენ რომ ერთმანეთს დაუკავშირდით როგორც მეუღლეები გავხდით, მუსიკამ დაგვაკავშირა, მუსიკის ალბომის ჩაწერამ და ასე შემდეგ, ანუ მეგობრობა გადავიდა უკვე ოჯახში. აი ასეთი ძალა აქვს მუსიკას, ასეთი ძალა აქვს და ძალიან მოკლედ მინდა ბატონ დუჩოს ვკითხო უბრალოდ რა არის მისთვის საქართველო და ქართული მელოდია. აი ეს მინდა რომ უბრალოდ გვითხრას თუ შეიძლება რომ მოვასწროთ. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასე გაითავისო ქართული სიმღერა. Hai fatto la sua la canzone georgiana. Allora è difficilissimo in due parole riassumere. Ძალიან ძნელია ორ სიტყვად თქვა, თუ continua. Anche perché la Georgia è una regione piccola ma იმიტომ რომ საქართველო universale. არის პატარა, მაგრამ universalouri ქვეყანა. Perché ci sono talmente tanti stili musicali. Ძალიან ბევრი სტილს ფლობს. E diciamo che ho cominciato come tutti non conoscendo questo paese e pensando che l'unica Georgia fosse quella degli Stati Uniti. როგორც ყველას ისეთივე გზა მომიწია გამევლო რომ საქართველო ანუ ჯორჯია არის მხოლოდ ის ამერიკული. Poi quando ho cominciato un giorno fondamentale è stato nel 78 a settembre. 78-ში იყო სექტემბერში ის პირველი ჩემი შეხება საქართველოს. Ho visto una partita di calcio ფეხბურთის tra Napoli e Dinamo Tbilisi. და Dinamo Tbilisi შორის. E ho sentito che il cognome si parlava di una squadra sovietica. La Dinamo Tbilisi era una squadra sovietica. საუბარი იყო საბჭოურ გუნდზე, მაგრამ e per l'immaginario collettivo და ვინაიდან ყველამ ვიცოდით რომ საბჭოური უნდა იყოს sovietico voleva dire russo. საბჭოური ნიშნავდა რუს.
E io sentivo questi cognomi che non erano quelli usuali dei politici russi. გვარები, რომელიც არ ხდებოდა, არ გავდა რუსულ გვარებს. Cognomi del tipo Machaidze, Civadze, Cibia. E io domandai a mio padre, ma sono russi? კი, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება იტალიელ კაცს ფეხბურთი არ უყვარდეს? მე უბრალოდ მინდა რომ გითხრათ ჩვენ მართლა ცოტა დრო გვაქვს, მე პირდებით ჩვენს ტელემაყურებელს რომ აუცილებლად ალბათ მარიამის საშუალებითაც კიდე მოხდება ამ ორ საოცარ ნიჭიერ ადამიანთან კიდე უფრო ესეთი დიდხნიანი შეხვედრა თუნდაც თქვენთან ეთერში და მე ერთი რამ მინდა გითხრათ ქალბატონო ლალი ალბათ დამეთანხმებით იმაში რომ ქართული მელოდია, ქართული სიმღერა ეს არის სულის მალამო, სულის წამალი ნამდვილად და ის რაც ჩვენ დღეს მინდა გითხრათ ძალიან გვეხმარება მისი არსებობა საერთოდ ქართული სიმღერის და ქართული მელოდიის რომელიც თქვენთვისაც ისეთი ახლობელი აღმოჩნდა რომელიც აი მართლა გამაოგნებელი იყო როდესაც გისმენდით მე რამდენიმე სიმღერა მაქვს მოსმენილი ამ საოცარი დუეტის წყალობით და სიყვარულმა გააკეთა მაინც ეს ყველაფერი სიყვარულზე დაფუძნდა დამეთანხმებით ალბათ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ახლა არ შეიძლება ეთერიდან გაგიშვათ თქვენ ისე რომ არ იმღეროთ ის სიმღერა რომელმაც მე აი უბრალოდ რაღაცნაირად ხო ძალიან იოლად ვერ მოусმენ იმიტომ რომ თურმე როგორ მყварები ხარ ეს სიმღერა რომელიც დათო არჩვაძემ დაწერა და როგორ მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაც საოცრად იმღერებთ კი, აი ეხლა მე მინდა რომ ვიდრე დუჩო მიუბრუნდება ასე ვთქვათ ინსტრუმენტს დაგემშვიდობოთ თქვენ და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ საოცარ ადამიანებს ჩართვისთვის, იმიტომ რომ გაადრეა ძალიან და მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენგანაც დიდი მადლობა თამრი პირველ რიგში. გიტოვებთ ამ არაჩვეულებრივი ადამიანების მუსიკალურ ნომერს და თამრიკო როგორც დაგვირდა აუცილებლად კიდევ გვეყოლებიან ეს ადამიანების და უბრალოდ ჩვენ გამშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით შაბათ-დილას შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. ღმერთი არის სიყვარული ასე გამიგონია სიყვარულით თუ ამღერები ზეცაც შენი გგონია ჩემს დარდებს მითხარ როგორ უშვენ